რაც კი საინტერესო მინახავს ცხოვრებაში და წამიკითხავს და გამიაზრებია, ვეფხისტყაოსანში ყველაფერი არის. აი მაგალითად ეხა პირამიდებზე რო ვიდეო დავდე და იქ მეორე ნაწილში რო ხსნი ჰერცებს რა და ვიბრაციები ზოგადად როგორ მუშაობს. ვიღაცამ დამიკომენტარა სკოლის მასწავლებელი ვარო და ვეფხისტყაოსიდან დამიწერა ერთი ფრაზა, სადაც არის ეგეთი რამე, რომ ბრძოლის დროს ტარიელი მე მგონი. ხმით გამოცემს ისეთ ხმას, რომ მოწინააღმდეგის აბჯარი იმტვრევა. და შენ რო იყო ეხა ჩვეულებრივი მწერალი დაუშვათ. და რო გინდოდეს ადამიანის ძალა გააზვიადო. ხო, შეიძლება ბევრნაირად გააკეთო ეგ რა, ძალიან ბევრნაირად, მაგრამ იქამდე არ მგონია მიხვიდე, რომ ეგ თქვა, რომ დაიღრიალებს ვიღაცების ხმლები გაუღუნო. და ეგეც რაღაც ამ პირამიდების თეორიაში საინტერესო დილინკება და ვეფხისტყაოსანში არის ძალიან ბევრი ეგეთი რამე. თითქმის ყველაფერი, რაც კი ამ სამყაროში ცოდნებია, რელიგიაში დაგროვილი ცოდნები და რაღაცები. მე როგორ არის აწყობილი, რომ სულ 16 მართვალია. 4 სტროფი ხო თითო კუბლეტში. თითო კუბლეტი ცალკე სიბრძნის მატარებელია, რომელიც მარტო რო ამოიღო თვით კმარია უკვე რა, აზრობრივად. ამ კუბლეტებში კიდე თითო სტროფიც არის ეგრე ზოგი, მაგალითად ავსა კაცსა, ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა. ანუ ეგ უკვე ძალიან დიდი სიბრძნეა, რომელიც შეიძლება მთელი დღე ჩაშალო რა. ეს ხო არის ერთი სიბრძნე თვითონ. ეს კუბლეტში კიდე ცალკე აზრს ქმნის, რომელიც კიდე ცალკე სიბრძნეა და კიდე საერთო ფლოუში ზის. და კიდე გარითმულია თან და თან ყველა 16 მართვალია. ანუ ეგ იმდენად შეუძლებელია ეგეთი რაღაცა რო ააწყო, ესე რო დაждე, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანის გონება მაგას აკეთებს რა, იმიტომ რომ ეხა რო დაждე და ეგეთი რამის გაკეთება სცადო, ორ კუბლეტსაც ვერ დაწერთ. და იქ არის 1600 თუ 700 რაღაცა.